მოიცადე, ეს ხუმრობა შეხვედრა მართლა გაუქმდა? კოსტა, ვიცი რომ ბებია შენთან ერთად ცხოვრობდა, ბებოებს ღამე ძინავთ, ხო და შენ ერთი კვირა ბებია ჩემთან ცხოვრობდა, ერთი კვირა მშობლებთან. ამ კვირას მშობლებთან ცხოვრობ, ამიტომ წოვლება არ გამოვა. მოკლედ, წოვლება შემდეგ კვირას გვექნება, ამიტომ არ მოიწყინოთ. Yes. ბავშვებო, ხომ გახსოვთ, ახლა შევალთ და ერთად დავსხდებით. და ასე მოვიქცევით, სანამ არ ვიპოვით მოღალატეს და შემდეგ ის მარტო იჯდება, როცა ვიპოვით. ამას ხედავთ, მე ამბოხეები კიდევ ერთად არიან, ესე იგი არ გაუმჟღავნებიათ ვინ არის მოღალატე. გთხოვთ გოგოებო, მე ამ მოხეებს თავი დაანებეთ. აბა ხო ვერთობით შემდეგ კვირას. ხო, შენთან ვიკრიბებით. ხო, კიდევ ერთი კვირა. კარგი, სალატს შევჭამ აი ამ სუხარიკებით. აი ეს. კარგი. და ბერძნული სალატი გააქვთ? კი. მასკოტ, შეაერთე ეს მაგიდები, რომ ცალკე არავინ იჯდეს. კარგი, გადავაადგილებ, მაგრამ როდის უნდა მორჩეს ეს მოღალატის პრობლემები? აი, მოვიდნენ, ნეტავ თუ გაარკვიეს უკვე ვინ არის მოღალატე. გოგოებო, ესე იგი მორჩა, ჩემზე აღარ ეჭვობთ. ხო, მასკოტ, მადლობა. პიცა თუ შეიძლება მოდი. მოდი ვარ, მაგრამ მაგიდებს ნუ გადააადგილებ, ცხებიც ხომ უნდა დასხდნენ. პიცა, მნიშვნელოვანი საუბარი გვაქვს. დიანა, აბა, ვინ დაგირეკა? გოგოებო, მოკლედ, გუშინ დამირეკა უცხო ნომერმა, ხმა შეცვლილი იყო, მაგრამ ქალის ხმა იყო, ერთ-ერთი, ანუ ეს მოღალატე უნდა ყოფილიყო. მასკოტ, ახლა ყველა ეჭვ ქვეშ არის და შენც მათ შორის. გოგოებო, ჩუმად. მასკოტ, იქნებ შენ შეიცვალე ხმა და ასე თქვი, გამარჯობა დიანა. პიცა, ეს რა არის? ხომ იცი რომ ჩვენ მხოლოდ მარწყვის მოჰიტოს ვსვავთ? გოგოებო, ეს ბურგერებია, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენთვის მოგვეტანა ბურგერები. რაო? სასაცილოა, ფანები გყავს. მეხუმრებით, ყველა მიცის, რომ მე ხორცს არ ვჭამ, ვეგეტარიანელი ვარ. დიანა, შეიძლება მე შევჭამო? მირთვი და მე შევჭამ, თან უფასოა, მაგარია. პიცა, თუ შეგიძლია მარწყვის მოჰიტო მომიტანე. და მე სტაფილოსწვარი მინდა. რაო? და ეს რა არის? მაგარია, მოღალატემ შეგვუკვეთა ეს ბურგერები. წაიკითხე იანა. და ეს ვიზე არის? მერი, გუშინ ჩემზე იყო, ახლა შენზე იქნება. იანას ვირთხას მოტკეცილი საცვალი აცვია, რომ მქონი არ გამოჩნდეს. ჰა. და ვინ იცოდა ამის შესახებ ჩვენგან? დიანა, საქმეც ეგ არის, არავინ საერთოდ. და სხვათა შორის, ახლა არ მაცვია ეგეთი არაფერი. ხმას ჩაუწიეთ კომბეშოები იცინიან, ყველაფერი ესმით. ბაყაყებო, რა არის სასაცილო? მიირთვით თქვენი სალათი და ჩვენკენ საერთოდ ნუიხედებით. დიანა, იქნებ დედა ჩემია მოღალატე, მან მიყიდა ეს საცვალი. რა სასაცილოა იანა, რა დედა შენი? ჩვენში არის მოღალატე. რატომ? რა გემრიელია ეს ბურგერი. ნასტია, საერთოდ არაფერი გადარდებს, იქნებ მართლა შენ ხარ მოღალატე. მერი, რა გჭირს? უბრალოდ გშურს, რომ მე უფრო დიდი ბურგერი მაქვს. იცით რა, ახლა ძალიან მშურს ამ ლუზერების. არანაირი პრობლემა არ აქვთ. არც მოღალატე არ ყავთ გუნდში, რა ვიცი. პიცა, ჰოტდოგები გვინდა, 4XXL. ახლავე გაგიკეთებთ, რა სასაცილოები ხართ? დიანა, შეიძლება ერთი წუთი დაგელაპარაკო საფერფარშოში. კარგი, წამოდი. ვერ გავიგე, სად მიდიან? ერთ-ერთი მათგანი არის მოღალატე. გოგოებო, იქნებ ჯობია რომ ერთად დავუჩეთ. ეს დაინახეთ, იანა და დიანა უკვე რაღაცაზე ჩურჩულებენ. ხო, მგონი ბანის ჩრილდერები და ეს მეამბოხეები მალე დაიშლებიან. წარმოიდგინეთ, დიანა აღმოჩნდება მოღალატე და მორჩა. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? განცხადების გამოვრეკავ ალბინოს ვირთხაზე. გალიასთან ერთად ყიდით, დამიჯერეთ, უსაფრთხოდ იქნება. გამარჯობა ლეილა, ხელს ხო არ გიშლი? დამიჯერეთ, ვირთხებზე ბევრი რამ ვიცი. გამომიგზავნეთ მისამართი, სად მოვიდე? ლეილა, ვიცი რომ ახლა არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ დაღლილი ვიყავი და ამიტომ არ გიპასუხე. ისეთი დაღლილი იყავი, რომ შეყვარებულის ზარსაც არ უპასუხე? კარგი, გასაგებია რომ ლაპარაკს აზრი არ აქვს. შეხედე ლეილა რა მოგიტანე, პოპსოგეტია. რაიან, სხვების მსგავსად ადვილად არ გაპატიებ, არ ავიღებ შენს პოპსოკეტს და უცბად ყველაფერი კარგად არ გახდება. ტელეფონი არ აიღე საერთოდ. აი ეს ჩემი ისტორია არ არის. კარგი, ესე იგი პოპსოკეტიც არ იმუშავებს. აბა რა გავაკეთო? კარგი, ხო, სიმართლეს კეთყვი, მეგობრის დაბადების დღის წողლებაზე ვიყავი და შენ იმიტომ არ დაგბადიშე, რომ ასეთი წողლებები არ მოგწოს.
და ეგ ვინ გითხრა რომ არ მომწონს ეგეთი ფართები? მე არ მithქვამს არაფერი. ამას ჩემ თვითონ მივხვდი ყოველთვის სწავლაზე და გაკვეთილებზე ფიქრობ. იცი რა რაიან, გირჩევნია წახვიდე, იმიტომ რომ ამას მე მართლა არ გაპატიებ. კარგი გასაგებია, ესე იგი აზრი არა, არ მოპატიებ. და იცი რა რაიან, გირჩევნია შენს მე ამბოხეებთან წახვიდე, იმიტომ რომ პრობლემები აქვთ და დაეხმარო იქნებ გადაჭრაში. ეს ურთიერთობები პრობლემებია. მოიცადე, რატომ შემომიყვანე აქ სპეციალურად იფიქრებენ რომ ერთ-ერთი ჩვენგანია მოღალატე. დიანა, არა, მგონი ვიცი ვინც არის მოღალატე. რა? მითხარი მერე. დიანა, ვხვდები დაახლოებით ვისაც შეეძლო გაეგო ჩემი საიდუმლო, იმას ვისაც ცდომა აქვს კამერებთან. რა? დაცვას? დაცვა რა შუაშია ამასთან? ნასტიას? იანა, მოიცადე, ნასტია რა შუაშია კამერებთან? მოკლედ დიანა 3 დღის წინ ნასტიამ დაკარგა გასაღები თავის კარადის და მივიდა დაცვასთან რომ შეემოწმებინა კამერები სადადო ეს გასაღები და იანა რა შუაშია ეს გასაღები შენს საცვალთან არაფერი მესმის საერთოდ ამიხსენი დიანა როდესაც კამერებს შეხედა მაგ დროს ვიცვლიდი მე ტანსაცმელს და ალბათ დაინახა ეს ჩემი საცვალი ანუ ნასტია გასაგებია ახლა გავალთ აქედან და ვითომ რაღაც მაიონეზის სუნის გამო ცუდად გავხდით რომ არ იეჭონ არაფერი კარგი დარწმუნებული ვარ ნასტია ბიზია მაი მას როდის ვნახავ რომეო არ ნერვიულო ახლა ვარჯიშები აქვს და ვარჯიშების მერე აუცილებლად გაგაცნო ბიზია მაი გასემილან რო იფიქროს რომ ძალიან მაგარი ვარ არა ჩამოიწია მკლავები აქ ისედაც საკმარისად ბევრი მაგარი ადამიანია ბიზია მაი გვერდით მე დიანასთან ფოტოს გადაღება მინდა ფოტოს აუცილებლად გადაიღებ ბიზია მაი კი ამას შეგვირდა და შეასრულებს დიმა დამეხმარე გოგოებს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ცუდ სიტუაციაში არიან ვა კალათბურთელებო გოგოების გარეშე მაგრები აღარ ხართ ჩვენ გოგოებთან ერთად ვართ ფეხბურთელებო რადგან გოგოები ყავთ თავი მაგარი გონიათ რაც გაიგე სმაილ გოგოებო წავიდეთ აქ ყოფნას აზრი არ აქვს ეს ფეხბურთელებო ყველაზე მეტად მაღიზიანებენ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მე ამოხეებს დავეხმაროთ ვა რა სიძახი ეგიდია დღეს მეც მქონდა კიდე ფურცელია რა არის ახალი საიდუმლო მიდის მან წაიკითხე საიდუმლოა ნეტა ახლავიზია უეჭველი მერიზე იქნება მასკოტ ბიჭო როგორ ხარ? რა ქნა შენ კოსტუმის თავში არსებულმა კამერამ? გადავუყო ჩილიდერებს ვიდეო გამოსაცვლელ ოთახში. რა, მასკოტი გოგოებს ვიდეოებს უღებს? რადგან ჩვენს გუნდში მოღალატეა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ ვივარჯიშოთ. ამიტომ დავიწყებთ ახლავე ვარჯიშს. 1 2 3 დავიწყეთ. გამარჯვება! ბანი სამგარია! ბანი მაგარია! ბანი გაიმარჯვებს! დიანა ფრთხილად იყავი, ხომ გითხარი, ვინც არის? იანა გასაგებია. გოგოებო, კიდევ ერთხელ გამარჯვება! ბანი მაგარია! ბანი მაგარია! ბანი გაიმარჯვებს! არ ვიცი ამ მასკოტს რას უზამ. არა მეგობრებო, ეგ ზედმეტია, ჯერ მისი თავი შევამოწმოთ. ჩილიდერებსაც ძალიან გაუკვირდებათ. ის არის მოღალატე. გამარჯვება! ბანი! მასკოტ. რა პრობლემაა, ბიჭებო, ვერ ხედავთ აქ ვარჯიშია. სმაილ, მაქს და ტიმურ ძალიან სულ დროს მოხვედით. კალათბურთელებო, მასკოტს ეძახოდით, გისმენთ? მასკოტ, შენი თავი მოიხსენი. სმაილ წერილი მომაწოდე. ჩილიდერებო, მოისმინეთ ვისთან ერთად ვარჯიშობთ ხოლმე. ახლავე. მასკოტ, ბიჭო, როგორ ხარ? რა შვება შენ თავში არსებული კამერა? გადავუყო ჩილიდერებს ვიდეო გამოსაცვლელში. მასკოტ, თავში კამერა გაქვს? არა, ეს შეუძლებელია. ეს წერილი საიდან აიღეთ? თუ გინდათ ჩემი თავი შეამოწმეთ, შეგნით არაფერი არ არის. დიანა, ვფიქრობ მისი თავი უნდა შეამოწმონ, მას რომ გადაეღო ჩემი საცვალი. კარგი, კალათბურთელებო, შეამოწმეთ თავი. რა, მე არ მედობით, მე ამის გამკეთებელი არ ვარ. შეხედეთ კალათბურთელებო. ხო, აქ კამერა არ არის. კალათბურთელებო, ეგ წერილი საიდან გაქვთ? იქნებ თქვენ დაწერეთ, ხომ ხედავთ მასკოტს არ აქვს კამერა თავში. რა ჩვენით ეს წერილი გასახდელში ვიპოვეთ. ჩვენ უბრალოდ მოღალატის პოვნაში გვინდა დაგეხმაროთ. ბაჭია, რაღაცაზე დავფიქრდი. იქნებ შეგეშინა რომ ჩილიდერები კამერის შესახებ გაიგებდნენ და კამერა უკვე მოიშორე. მასკოტ? გოგოებო, თქვენთვის არასდროს არ მიღალატია. რაღაც წერილის როგორ გჯერათ? კარგი კალათბურთელებო, თავისუფალი ხართ, გოგოებო, ვაგრძელებთ ვარჯიშს და როდესაც ვიპოვი ვინ არის ეს, არ ვიცი რას უზამ. მასკოტ, შენ თუ გაავრცელე ჩემი საიდუმლო? არა, მე არ ვარ.
მოკლედ გოგოებო, დახმარება თუ დაგჭირდებათ დაგვირეკეთ. ჩვენ მოღალატის ზებნაში დაგეხმარებით და მასაც მივხედავთ. მადლობა კალათბურთელებო. გოგოებო, ბაგრძელებთ. G A M A R J V E B A ბანი მაგარია. ბანი საუკეთესოა. ბიძია მაიკ უკვე რამდენი ხანია ვარჯიშობენ. დაწყარდი დიანას ვიპოვით. პატრიკ, ეს ვინ იყო მასწავლებელ მაიკთან ერთად? იმედია ვინმე ახალი არ არის. იმედია ჩვენი კლასელი არ არის. ბავშვებო, ეს დაინახეთ, მასწავლებელი მაიკი ვიღაც ბავშვთან ერთად. ხო, მას უცნაურად ელაპარაკება, თითქოს წლებია იცნობს. ლეილა, კიდევ ერთხელ ბოდიში. რაიან, მომშორდი. გთხოვ. თავი დამანებე, სკოლაში ახალი ბავშვია და მასთან ერთად ვიქნები. შენ გამო. ჩერლიდერებო. გომბეშოებო, ბაჭიები ხო არ გინახავთ? არა, არ გვინახავს. ვა, ახალი ყავს, გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობა. რომეო, მათთან საუბარს არ გირჩევ, ცუდი გადაწყვეტილებაა, წავედით. კარგად. ეს რა იყო? კარგით, ახლა გამოვიძახებ ტაქსს, წავიდეთ ყველა ჩემს სახლში და ვნახოთ რამე ახალი წერილი ხომ არ არის. დიანა და წერილი რო იყოს, მე რა მოხდება? ესე იგი ჩვენში ერთ-ერთი არ არის მოღალატე და თუ არ აღმოჩნდა, მაშინ ჩვენში არის მოღალატე. ღმერთო ჩემო, რა საშიშია. მე მგონია რომ არ იქნება წერილი, იმიტომ რომ გამოვიცანი ვინც არის მოღალატე. კარგი რომეო, შემოდი. გოგოებო, შემოვალთ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ და ეს ვინ არის? დიანა, ეს ჩემი ძმის შვილია და შენთან ფოტოს გადაღება ძალიან მთხოვა. მასწავლებელო მაიკ, ამას არ ველოდი. იქნებ თქვენი ძმის შვილიშვილის მოიყვანოთ აქ ფოტოების გადასაღებად. გოგოებო, რა პრობლემაა? ფოტოს გადავიღებ. რომეო, ხო გითხარი რომ ყველაფერი გამოვიდოდა. რომეო, მომეცი ტელეფონი? ჩიზ. აი, გამომართვი. რომეო, დაწყარდი, ხო არ დაგაუწყდა რომ მარტო ფანი ხარ? რომეო, მე ჯულიეტა არ ვარ, უბრალოდ დიანა ვარ. დიანა, ავტოგრაფი. მასწავლებელო მაიკ, როგორ ინათესავი ყოლიათ? იან, კალამი თუ შეიძლება, გამომართვი. დიანა, ის შენ ყველა ვიდეოს უყურებს, შენ ძალიან დიდი ფანია, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭია. მაგარია მასწავლებელო მაიკ, რომეო, ნახვამდის, ახლა უნდა გადავჭრო ჩემი პრობლემები. დიანა, შენ ნომერს მომცემ, რომეო, მორჩა დაწყარდი, მივდივართ. ეს რა იყო? მასწავლებელი მაიკის ნათესავი. კარგი, წავიდეთ ახლა სახლში, მოვიდა უკვე ტაქსი. უი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და გავარკვევთ ვინ არის მოღალატე. თქვენ თუ იცით, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში. კარგი, წავედით. კარგად. მოღალატე. იტალი. კარგი, მოღალატეა? ჩერლიდერებო. გომბეშოებო, ბაჭიები ხო არ გინახავთ? დიანა, მგონი ხვდები, ვისაც შეეძლო გაეგო ჩემსაც. ხო, კამერები, დიანა, მგონი ვიცი, ვისაც შეეძლო გაეგო. იცით რა, ახლა მართლა მსურს ლუზერების. პრობლემების გარეშე, კარგი, ერთი წუთით.